მოგესალმებით. ჩემო მაყურებლებო მსმენელებო, ვაგრძელებ ბლავატსკაიას ნაშრომის გადათარგმნილის კითხვას. ჩვენ შევჩერდით ბლავატსკაიას ნაშრომის შესავალზე. შესავლის დასაწყისი მეორე ვიდეოშია. ახლა კი შესავლის ტექსტს ვაგრძელებ. ჯერ ჩვენ დგავართ შესავალზე, ჯერ დოქტრინის წაკითხვა არ დამიწყია, გადათარგმნით არა მაქვს ჯერ. აქ ამ საუკუნის პირველი მეოთხედის ბოლოსკენ გაჩნდა ლიტერატურის თავისებური სახეობა, რომელიც ყოველ წელს ინარჩუნებს თავის ტენდენციას. დაფუძნებული სამეცნიერო გამოკვლევებზე სანსკრიტოლოგიებისა და აღმოსავლეთ მცოდნებისა, საერთოდ ეს ლიტერატურა ითვლება სამეცნიერო, ინდუსური, ეგვიპტური და სხვა ძველი რელიგიები, მიფები და ემბლემები გადასცემდნენ მხოლოდ იმას, რისი ნახვა სურდათ მასში სიმბოლისტებს და ამდაგვარად შიდა ასლის მაგივრად ხშირად ღებულობდა გარე უხეშ ფორმას. მშვენიერი ნაშრომები თავისი გამოგონებული თეორიებით გაფრთხილებული დასკვნები საერთოდ იკავებდნენ შენიშვნას შენი შენიშვნების ადგილს ბევრი მეცნიერის სილოგიზმებში სანსკრიტის და პალი. უცებ გამოჩნდა და ბიბლიოთეკები გაივსო ურთიერთ საწინააღმდეგო დისერტაციებით, უფრო მეტი ფალიკური და სასქესო თაყვანისცემაზე, ვიდრე ჭეშმარიტ სიმბოლიკაზე. ესე იგი, რაღაც სწავლებები იყო, რომელიც ადგილს იკავებდაო, ფესს იკიდებდაო საზოგადოებაში, რაღაც გასათხელებელი დასკვნები კეთდებოდაო, მაგრამ იკავებდნენო შენიშვნების ადგილს ბევრი მეცნიერების სილოგიზმშიო. ახლა რა არის სილოგიზმს გეტყვით. რა არის სილოგიზმი? სილოგიზმი არის ლოგიკური ტვინის დასკვნა, ლოგიკური ჭკუის დასკვნა, რომელშიც ორი მსჯელობიდან გამოყავენ მესამე მსჯელობა, აზრი. ესე იგი, ორი მსჯელობიდან გამოყავენ მესამე დასკვნას გამოიტანენ ხოლმე. ქართულადაც სილოგიზმია. სილოგისტიკაში არის
როგორც მეკითხარით? 2-ზე მეტი დასკვნა. რამდენიმე დასკვნა, ესე იგი 2-დან გამოყავენ 1. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ყურადღებას სილოგისტიკა აქცევს კატეგორიული სილოგიზმის თეორიას, სადაც 2 ვარაუდია, 2 აზრი და 1 დასკვნა. კარგი, ახლა მე ახსნა გამიგრძელდა, რა არის სილოგიზმი, ახლა გადავიდეთ თემაზე. მაგრამ ბიბლიოთეკები, იმ დროინდელი ბიბლიოთეკები გაივსო ურთიერთ გამომრიცხავი დისერტაციებით ფალიკური და სექსუალურ თემატიკაზე გაივსო წიგნებით ვიდრე წიგნები სიმბოლიკების აღსახსნელად. შეიძლება ეს იყო ჭეშმარიტად მიზეზად, თუ რატომ დიდი ხნით დუმილის შემდეგ საიდუმლო 1000 წლეულის შემდგომ ახლა თითის საჩვენებელი ზოგი სწავლება, წმინდა სწავლებები, არქაისტური წმინდა სწავლებები გახდაო თითის საჩვენებელი, ალბათ სამაგალითო. თარგმნელი წერს სიტყვას ზოგი ჭეშმარიტებები ვამბობ შეგნებულად, რადგან ის რაც უნდა დარჩეს უთქმელი ვერ შევა ამდაგვარ ასეულ ტომეულში. აგრეთვე მას არ შეუძლია იყოს გადაცემული სადუკეების ახლანდელი შთამომავლობას. ის ცოტა რაოდენობა რაც ეძლევა ახლა უკეთესია ვიდრე სრული დუმილი ამ ცხოვრისებული ჭეშმარიტებებზე. ახლანდელი სამყაროს დღეები მის ნათელ მისწრაფვაში გამოძიებელისკენ, რომლის შერევას ცდილობენ გამოუცნობიერებელთან, კიდევ გავიურებ ამ სიტყვას, რომლის შერევას ცდილობენ გამოუცნობიერებელთან ფიზიკოსები ყოველ ჯერზე. ხო, მოდით ამას კიდევ გავიმეორებ. ამ აბზაცს მის ნათელ მისწრაფვაში, ახლანდელი სამყაროს დღეები მის ნათელ მისწრაფვაში გამოსაძიელებისკენ ალბათ, რომლის შერევას ცდილობენ გამოუცნობიერებელთან, ესე იგი, რაც არა ჯერ გარკვეული გაუცნობიერებელთან ფიზიკოსები ყოველ ჯერზე. პრობლემა გამოდის მათი გაგების საზღვრების მიღმა. ჩქარა მიიწევს საწინააღმდეგო პლანისკენ სულიერი პლანთან. ახლა ჩვენ წინაშე არის ფართოველი საკამათო მდელო და დაუმთავრებელი ბრძოლისა. საკამათო მდელო დაუმთავრებელი ბრძოლისა. ახლა ჩვენ წინ არისო ფართოველი
საკამათო მდელო დაუმთავრებელი ბრძოლისა, მთელი ნეკროპოლი, სადაც დამარხულია უმაღლესი და ყველაზე წმინდა მისწრაფები ჩვენი სულიერი სულისა. ყოველ ახალ შთამომავლობასთან ეს სული ხდება უფრო პარალიზებული და ატროფირებული. სვეტსკური წარმართები და დამთავრებული გარყვნილები, რომელზეც ამბობს გრილეი, ცოტას ზრუნავენ მკვდარი მეცნიერების აღსადგენაზე წარსულიდან. ესე იგი, ცოტა ზრუნავენო მეცნიერების აღდგენაზე წარსულიდან, მაგრამ არსებობს შვენიერი უმცირესობა სერიოზული მოწაფეებისა, რომელთაც აქვთ უფლება გაიგონ ჭიშმარიტი სიმართლე, რომელსაც შეუძლია რომლებიც შეუძლია მისცენ დღეს. და ახლა ეს უფრო საჭიროა, ვიდრე იყო საჭირო 10 წლის უკან, როდესაც გაჩნდა გამოაშკარავებული იზიდა, ან თუნდაც როდესაც იყო გამოქვეყნებული უფრო მოგვიანებითი ცდილობები აეხსნათ ეზოთერიკული მეცნიერების საიდუმლოები. უდიდესი ნაწილი სანსკრიტული, ჩინური, მონღოლური ნაშრომებისა, რომლებიც ნახსენებია ახლანდელ ტომებში, ცნობილი ზოგი აღმოსავლეთმცოდნეებისთვის, მაგრამ მთავარ ნაშრომს არ შეიცავს ევროპეული ბიბლიოთეკები. წიგნი ძიანი, ეს წიგნის დასახელება წიგნი ძიანი ან ძანი, საერთოდ უცნობია ჩვენი ფილოლოგებისთვის, ან არ სმენიათ ამ დასახელებით ეს სწავლება, ამ სახელწოდებით. ეს რასაკვირველია, დიდი ზარალია მათთვის, ვინც მისდევს ოფიციალური მეცნიერების დაწერილ მეთოდებს, მაგრამ ოკულტიზმის მოწაფეების და ყველა ჭეშმარიტი ოკულტისტების უბრალოდ ბოდიშკიხთით არასდროს წავიკითხე. ოკულტიზმის მოწაფეების და ყველა ჭეშმარიტი ოკულტისტებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ფუძე ამ დოქტრინისა იმყოფება ასობით და ათასობით სანსკრიტის მანუსკრიპტებში, რომლისგან ზოგი უკვე გადაყვანილია და როგორც ყოველთვის დამახინჯებულია განმარტებით, სხვები კი ჯერ კიდევ ელოდებიან თავის რიგს, რადგან ყოველი მოწაფეს შეუძლია დარწმუნდეს გაკეთებული ამ მტკიცებებში და შეამოწმოს ამონაწერები. მხოლოდ რამდენიმე ახალი ფაქტები ახალი მათთვის, ვინც არ არის რჩეული აღმოსავლეთ მცოდნე და ადგილები ამოღებული კომენტარებიდან, რომლის წყაროს შეუძლებელია მიაკვლიოთ. ზოგი სწავლებები ჯერ კიდევ ისწავლება ზეპირად, მაგრამ მათზე მინიშნება ხდება ყოველ შემთხვევაში უამრავ ტომეულში, ბრამინების, ჩინელების და ტიბეტელების ტაძრულ ლიტერატურაში. რამდენიმე ეზოთერიკული სკოლის წევრები, რომლებიც განლაგებულია ჰიმალაების მიღმა და რომლის განშტოებები მოიცემდება ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში, ტიბეტში, ის კი არა სირიაში, თუ არ ჩათვლით სამხრეთ ამერიკას, თავს დებენ ყველა წმინდა და ფილოსოფიური ნაშრომებზე, მანუსკრიპტებში და ბეჭვით სახით, ერთი სიტყვით ყველა ნაშრომში, რომლებიც ოდესმე დაწერილა ენებით
და მოხაზულობით საწყის საწყის დამწერლობის ხელოვნებებით იეროგლიფებიდან კადმუსის და დევანაგარის ანბანამდე, ალფავიტამდე, ანბანამდე, ანიბანი, დევანას ანიბანის ყოფილა კადმუსის და დევანას ანიბანი. არსებობს თურმე. სულ ამბობენ, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკის განადგურების დროიდან ყოველი ნაშრომი, რომელსაც მოყავდა არარჩეული საბოლოო გამოცხადებებისკენ და გაგებისკენ, ზოგი წმინდა მეცნიერების საიდუმლოებისკენ მოიყვანათ თავისი შინაარსი. ცოტა გაუგებარია, ხო? ხო, ნადგურდებოდაო ბიბლიოთეკის წიგნები, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის წიგნები სულ ნადგურდებაო. ნადგურდებოდაო და ყოველი ნაშრომი, რომელსაც მოყავდა არარჩეული საბოლოო გამოცხადებისკენ და გაგებისკენ, ზოგი წმინდა მეცნიერების საიდუმლოებისკენ, მოიყვანათ თავისი შინაარსი. ყველა ამდაგვარი ნაშრომები ნადგურდებოდა სამი ასლის გარდა, რომელიც ინახებოდა და იყვნენ უსაფრთხო ადგილას. ინდოეთში ბოლო მანუსკრიპტები იყო მოპოვებული და შენახული აკბარის მეფობის დროს. პროფესორი მაქს მიულერი მიუნიშნებს, რომ არანაირი მოგშთამვა და მუხარები ვერ ჭრიდნენ, ვერ ამოიღებდნენ ვედების ორიგინალურ ტექსტს ბრამინებიდან და ამით მაინც ტრაბახობდნენ აღმოსავლეთ მცოდნეები, რომ იმით ფლობენ. საჭიროა ევროპას ჰქონდეს მთელი ტექსტი და მომავალში ჰქონდეთ მარაგი უსიამოვნო სიურპრიზებისა აღმოსავლეთ მცოდნეებისთვის. აგრეთვე მსჯელობენ, რომ ყოველი წმინდა ამდაგვარი წიგნი, რომლის შინაარსი კარგად არ იყო დამალული სიმბოლოებში, ან რომელსაც ჰქონდა რაღაც ურთიერთობა ძველ მისტერიებთან, იყო ჯერ გადმოწერილი საიდუმლო დამწერლობით და გაუძლევდა საუკეთესო პალეოგრაფების შემდეგ კი გაუძლევდა საუკეთესო პალეოგრაფებს ალბათ და შემდეგ კი განადგურდებოდა ბოლო ასლის ჩათვლით. აკბარის მმართველობის დროს რამდენიმე ფანატიკურმა მსახურმა, რომლებიც იყვნენ უკმაყოფილენი იმპერატორის ცოდვილი ცნობის მოყვარეობით სხვა რელიგიების მიმართ, თვითონ ეხმარებოდა ბრამინებს მათი მანუსკრიპტების შენახვაში. მასეთი იყო ბადაონი, რომელიც იყო გაცოფებული აკბარის მანიით კერთ-თაყვანისმცემლობის რელიგიების მიმართ და ეს ბადანი თავის ნაშრომში წერს. ისინი, შამანები და ბრამინები, უფრო მაღლა დგან არიან იმ მეცნიერ ადამიანებზე თავის ტრაქტატებში მორალზე და ფიზიკურზე რელიგიური მეცნიერებაზე და აღწევენ მაღალ ხარისხს თავის მომავლის ცოდნებში სულიერ
სიძლიერეში და ადამიანურ სრულყოფილებაში. მაგათმა მოიყვანეს მტკიცებულებები დაფუძნებული გონებაზე და დამონებაზე და დააფიქსირეს თავიანთი დოქტრინები. მტკიცეთ, ისე რომ ერთი ადამიანიც კი ვერ შეძლებს ეჭვის გამოხატვას მის უდიდებულებაში, თუნდაც მუთები დაინგრას და იქცეს სილად, ან ჩამოინგრეს ზეცა. მისი უდიდებულესობა ტკბება შემეცნებით ამ უწუნოების სექტებით, რომლებიც არ ექვემდებარება დათვლას. იმდენად მრავალრიცხოვანია ისინი და მათ გამოცხადების წიგნებს ბოლო არ უჩანს. ეს ნაშრომი ინახება ხო აქ ლათინურადაა დაწერილი წიგნის სახელწოდება Ein in Akbar. ეს ნაშრომი ინახება საიდუმლოდ და არ იყო დაბეჭდილი ჯენხან გირის გამეფებამდე. ამის გარდა ყველა დიდარ მონასტრებში არის მიწისქვეშა ტაძრები და გამოქვაბულებით ბიბლიოთეკები, გამოკვეთილი ხრტეებში იყო ბიბლიოთეკები. თუ პონტა მონასტერი არის ეს პონტა მონასტერი ან ხაკანჯი და პონტა არიან აშენებული არიან მთაზე. დასავლური ცაიდამის მიღმა გუნ ლურნია მარტოხელა დერეფნები არის რამდენიმე ფარული საცავები. ესე იგი გუნ ლუნიას დერეფნებში არის რამდენიმე ფარული საცავები. ალტინტაგის უღელტეხილის გასწვრივ, სადაც ჯერ არ შედგმულა ევროპელის ფეხი, არსებობს რაღაც სოფელი დაკარგული ღრმა მთიურ გასასვლელში. სახლები მდებარეობენ ერთმანეთთან ახლოს, გავს სოფელს ვიდრე მონასტერს, ღარიბული ტაძრით და მოხუცი ლამათი, რომელიც არის ასკეტი, მცხოვრები სიახლოვეს მის დასაცავად. ტაძრის დასაცავად, ესე იგი, იცავს ბიბლიოთეკასაც და ტაძარს, ღარიბ ტაძარს. მორწმუნე მგზავრები ამბობენ, რომ მიწისქვეშა გალერეები და ოთახები მის ქვევით შეიცავენ წიგნების კოლექციას, რომლების რაოდენობა ანგარიშის მიხედვით ძალიან ბევრია, რომ დაეტიოს თუმცა ბრიტანულ მუზეუმში. თქმულებების თანახმად, ამჟამად უკაცრიელ ადგილებში ტარიმის უწყლო ქვეყანაში ნამდვილი უდაბნოა. კესანის შუაგულში ძველ დროში იყო აყვავებული და დაფარული იყო მდიდარი და აყვავებული ქალაქებით. ამჟამად რამდენიმე მწვანე ოაზისი ამწვანებს აცოცხლებს მის საშინელ სიმარტოვებს. ერთ-ერთი მასეთი ოაზისი ფარავს ფართო ქალაქებს, სასაფლაოებს, რომლებშიც ჩამარხულია, რომლებიც, ესე იგი, ეს ყველაფერი ჩამარხულია სილის ნიადაგის ქვეშ და არავის ეკუთვნიან, მაგრამ ხშირად სტუმრობენ მაგ ადგილებს მონღოლოიდები და ბუდისტები. თქმულება აგრეთვე ამბობს დიდი მასშტაბის მიწისქვეშა ოთახებზე, ფართო გასასვლელებზე, სადაც განლაგებულია
ტაბულები და ცილინდრები. შეიძლება ეს სადღესასწაულო ტოლკებია, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს სინამდვილე. ყველაფერი ეს გამოიწვევს ალბათობით ეჭვებს და ცინიკურ ღიმილს, მაგრამ სანამ მკითხველი უარყოფს მის სინამდვილეს, ის შეჩერდეს და დაფიქრდეს ცნობილი ფაქტებზე თანამედროვე ინფორმაცია აღმოსავლეთ ცოდნებისა ბოლო წლებშიც მით უმეტეს მკვლევარების შედარებითი ფილოსოფიის და რელიგიის მეცნიერებმა მისცეს მათ შესაძლებლობა დაემოწმებიათ, რომ უამრავი მანუსკრიპტები და დაბეჭდილი ნაშრომებიც კი ნაცნობი როგორც არსებული, მაგრამ ვერ მოპოვებული. ისინი გაქრა, ნაკვალევიც კი არ დარჩა მათგან. ამ ნაშრომებს რომ არ ქონოდა მნიშვნელოვანი რომ ამ ნაშრომებს აქონოდათ მნიშვნელობა, მათ შეეძლოთ დროის პირობების მიხედვით იქნენ ამოშლილი ადამიანური მეხსიერებიდან, მაგრამ ეს მასზე არ არის. ამ ნაშრომების უმრავლესობა შეიცავდნენ ჭეშმარიტ გასაღებებს თხზულებებთან, მაგრამ ახლა სრულიად გაუგებარი უმრავლესი მკითხველებისთვის ამ დამატებითი ტომებისა კომენტარებით და ახსნა-განმარტებით სავსე. ასეთია ლაო ცზის ნაშრომები. კონფუციის წინამორბედისა ამბობენ, რომ მან დაწერა 930 წიგნი ეთიკა და რელიგიებზე და 70 წიგნი მაგიაზე, საერთო ჯამში 1000 წიგნი. მისი დიდი ნაშრომი დაო დე ძინი, მისი დოქტრინის გული, წმინდა წერილი დაოსი აქვთ, როგორც მიუნიშნებს სტანისლავ ჟიულენი, უпростоრად სტანისლავ ჟიულენი, მიახლოებით 5000 სიტყვა და მიახლოებით 12 გვერდი. პროფესორი მიულერი პოულობს, რომ ტექსტი გაუგებარია კომენტარების გარეშე, ასე რომ ბატონი ჟიულენს უნდა გამოეყენებინა ცნობები 66 კომენტარებიდან თავისი თარგმანისთვის და ძველი მათგანიდან აღწევდა 163 წლამდე, ქრისტეს შობამდე, მაგრამ არა ადრე, როგორც ჩვენ ვხედავთ, 4.5 საუკუნეების განმავლობაში, რომლებიც უსწრებდა ამ ადრიან კომენტარებიდან საკმარისი იყო დრო, რომ დაემალათ ლაო ცზის ჭეშმარიტი დოქტრინა. ყველასთან გამონაკრისით მისი რჩეული მოდლების იაპონელები ის გარდა, რომლების შორის ახლა შეიძლება ნახოთ თვით მოდლები, მეცნიერები, თანამოაზრეები ლაო ცზისი, რომლებმაც იციან შეცდომებზე და გიპოთეზებზე ევროპული და ჩინური მეცნიერებისა ხმულება ამტკიცებს, რომ კომენტარები, რომლის მიმართ აქვთ წვდომა ჩვენ დასავლურ სინოლოგებს, არ არიან ნამდვილი ოკულტური რეკორდები, მაგრამ არის შეგნებული და ფარული და ნამდვილი კომენტარები, მასევე როგორც ყველა ტექსტები
დიდი ხანია გაქრა პროფანების არედან კონფუციის ნაშრომებზე ჩვენ კითხულობთ შემდეგს. თუ ჩვენ მიმართავთ ჩინეთს, ჩვენ ვნახავთ, რომ რელიგია კონფუციისა დაფუძნებულია 5 წიგნზე: ზინ და 4 წიგნზე შუ. ეს წიგნები არიან დიდი ზომისა და შიგ არის მასიური კომენტარები, რომლის გარეშე თვით სახელ მოხვეჭილი მეცნიერები ვერ გაიგებენ ვერაფერს. მაგათმა ვერაფერი გაიგეს და ეს იწვევს კონფუციონისტების წუწუნს, როგორც იწუნებოდა 1891 წლის პარიზში ერთი ძალიან ცოდნე ამ საზოგადოების წევრი. თუ ჩვენ მეცნიერები რთავენ ძველ ლიტერატურას სემიტური რელიგიისა, ქალდეელების დაწერილს, უფროს და მასწავლებელს, თუ არა მოსეს ბიბლიის მთავარ წყაროს და ქრისტიანობის დამწყებ წერილს, რას იპოვებენ ისინი. ძველი ბაბილონის რელიგიების დასამკვიდრებლად ქალდეების, მაგების, ასტრონომიული დაკვირვებების უზარმაზარი ციკლის რეკორდირებისთვის მათი თქმულებების გასამართლებლად მათ ოკულტურ ლიტერატურას თავისებურებებისა და რჩება ახლა მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც მიეწერა ბეროზას, მაგრამ მათში საერთოდ არ დევს ფასეულობები, რაც გაქრა მათი დამახასიათებელი გასაღებებიც არ ჩანს, რადგან მათ გაიარეს ეპისკოპის ცესარეის ხელებში, რომელიც იყო ცენზორი და წმინდა ანალების უცხო რელიგიის გამომცემელი და ისინი უეჭველად ატარებენ ბეჭედს მისი მაღალ ჭეშმარიტიანი როგორც ნდობას იმსახურებს ხელებში. როგორია ამ ტრაქტატის ერთ დროს უდიდესი ბაბილონის რელიგიისა ეს იყო დაწერილი ბერძნულად ალექსანდრე უდიდებისთვის ბეროზის მიერ მღვდელ მსახურის ტაძრის ბელასი მიერ, რომელიც იყო დაფუძნებული ასტრონომიული და ქრონოლოგიური რეკორდებზე, რომლებიც ინახებოდა ამ ტაძრის მსახურების მიერ რეკორდებისა, ესე იგი პირველ პერიოდში 200,000 წლით, ამჟამად ის დაკარგულია პირველ საუკუნეში ქრისტეს შობამდე ალექსანდრე პოლიგის ტორმა შექმნა, აქ იგულისხმება ალექსანდრე მაკედონელი, შექმნა აქ ტრაქტატიდან ამ ნაწერები, რომლებიც მოგვიანებით იყო დაკარგული. ევსევიი 270-340 წელი ქრისტეს შობის შემდეგ 270-240 წელი ქრისტეს შობის შემდეგ სარგებლობდა, ესეცეი სარგებლობდა ამ ამონაწერით თავისი ქრონიკონის დასაწერად. პუნქტების შესაბამისობა თითქმის ემთხვევა ევროპულ და ქალდეურ წერილებს, რომლებიც მოძებნილია და ემთხვევა გეოგრაფიული სმიტის უკაცრავად და რომელიც ემთხვევა
გერგ სმიტის დამსახურებით, რომ აღმოაჩინა ისინი და სომეხის მიერ და სომეხების მიერ იქნა გაბათილებული. ხო, ამ კაცის ნაწარმოები. ყველა ცივილიზებული ერები ყავდათ ცრუ ინფორმაციაში 1500 წლის განმავლობაში და აიძულეს ეს წერილები დიდ საშიშროებას, რადგან წარმოადგენდნენ მათ თვალში დიდ საშიშროებას, ამ ნევსეისთვის მისი ახალი რელიგიის დამცველის როლში, რომელმაც მიიღო წერილები და მათთან ერთად ებრაული უკაცრავად ეს წერილები დიდ საშიშროებას წარმოადგენდნენ ნევსეისთვის. ეს იყო ცენზურას აწარმოებდა ეს კაცი. მისი ახალი რელიგიის დამცველის როლში, რომელიც მიიღო მან და მათთან ერთად ებრაული წერილებიც გადაეცა. ესე იგი, ქრისტიანობას იგულისხმება აქა. ქრისტიანობის აღიარების შემდეგ თავისთავად ებრაული წერილებიც მიიღეს. და მათთან ერთად სულელური ქრონოლოგია. ახლა ცნობილია, რომ ევსევიიმ იმ დონემდე არ დაინდო ეგვიპტური სინქრონული მანეფონის ტაბულები, რომ ბუნძენი მას ბრალს დებს ისტორიის დამახინჯებაში. სოკრატე კი მეხუთე თაობის ისტორიკოსი და სენსელი კონსტანტინოპოლის ვიცე პატრიარქი მერვე საუკუნის დასაწყისში ალბათ მე ყოველთვის რაღაცას ამტოვებ, ან ბოლომდე არ წერ. აპატიეთ. სიჩქარეში. ბრალს დებენ მას თავხედურ გაბათილებაში და ის ყურადღებით მოექცეოდა ქალდეების რეკორდებს უკვე მაშინ, რომლებიც ემუქრებოდნენ ახალ მასეჩქარა აღიარებულ რელიგიას. ამ საეჭვო ფრაგმენტების გარდა მთელი ქალდეების ლიტერატურა გაქრა უვითების თვალიდან ისევე უნაკლოდ ნაკვალევის გარეშე, როგორც დაღუპული ატლანტიდა. რამდენიმე ფაქტი, რომელიც მოყვანილია ბეროზის ისტორიაში, შეუძლებელია უპასუხონ და გაანათონ დაცემული ანგელოზების წარმოშობასთან დაკავშირებით, რომლებზეც ნახსენებია ბელას და გველეშაპის ხატში. ეს ხატი გიორგი და გველეშაპი, ხო? წმინდა გიორგი. ხო, აი ესა ის ხატი. წმინდა გიორგი არის სხვა მითოლოგიიდან სწავლებიდან ამოღებული, რადგან ყველა ერში ამ ხატის ახსნა ხდება სხვადასხვანაირად და გიორგის სულ სხვა სახელები ქვია. მათ ხმულებაში. ამიტომაა, რომ ჩვენ რაც ვზეიმობთ, საიდან შემოტანილ დღესასწაულებს ვზეიმობთ, ჩვენ ჯერ არა ვართ გარკვეული.
ქრისტესშობაც კი. მე წავაწყდი შემთხვევით ერთ ვიდეოს, სადაც ქართველი მღვდელი, ახალგაზრდა მღვდელი ლაპარაკობს, რომ ადრიან ქრისტიანობაში შობა არ იზეიმებოდა ქრისტესშობას ზეიმობდნენო ნათობის დღეს 19 იანვარს. არც კი არავინ იცისო დეკემბერში დაიბადაო ქრისტე თუ არაო. ამასა რო ვამბობ. ბევრი დღესასწაულები არის მოგონილი, როგორც მაგალითად დედის დღე, 8 მარტი. საერთოდ საჭირო არის ამ დღესასწაულების ადრე აღინიშნებოდა გაზაფხულის დადგომა. კი. და ამ გაზაფხულის დადგომის მომენტში თესვამდე ხდებოდა ინტიმური სიახლოვეები გამრავლების მიზნით ადამიანებს შორის თესვამდე შემდეგ ეს წყდებოდა 1 წლით. კაცები არის ესეთი ადგილები, სადაც კაცები ცალკე ცხოვრობენ, ქალები ცალკე. და დღესდღეობით საბჭოთა კავშირის დროს თავიდან არ ზეიმობდნენ ახალწელსაც, მერე შემოიტანეს კომერციის მიზნით, რომ გაყიდვები ყოფილიყო ბევრი. და საბჭოთა ამ ბოლშევიკურმა რევოლუციამ სხვათა შორის ერთ-ერთი წყაროდან ვიცი, რომ ეს ბოლშევიკური რევოლუცია ვითომ რევოლუცია სინამდვილეში ეს იყო საკლავი. ლენინგრადში როჩილდმა გადაუხადა მაგ აჯანყებულებს, რომ ამოეწყვიტა ლენინგრადის მოსახლეობა. ამოეწყვიტა, ეს რევოლუცია არ იყო, ეს იყო საკლავი. და ამ საკლავს გადაურჩა ორი გოგონა შემთხვევით. და როდესაც მრავალი წელი გავიდა, უკვე მაშინაც კი ეშინოდათ მაგათ სიმართლის თქმა და მხოლოდ ახლახან გაიგეს თუ რა მოხდა სინამდვილეში ლენინგრადში 1917 წელს. და საბჭოთა კავშირის დროს ხალხი აქციეს ხორებად, აქციეს ცხოველებსაც ვერ უწოდებ, რატომ და ცხოველებსაც კი აქვთ დრო, როდესაც უნდა განაყოფიერდნენ წელიწადში ერთხელ. იციან ეს და იმდენად არის მათი აგიტაცია, რომ უნდა იცხოვრო ინტიმური კავშირით, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნო ეს საჭირო ორგანიზმის, რომ ქალიშვილი არ უნდა დაცვეს ქალიშვილი, რადგან ვიტამინი X-ი ჭირდება ქალიშვილს. წარმოიდგინეთ, ეს ენერგიები, რომელიც გამოიყოფა წარამარა, ხომ ზოგი არის ისეთი მოგულავი, ზოგი მამაკაცი ალბათ ღამით არ აძინებს თავის ცოლს, ხო? ხო ხდებით მე რას გულისხმობ? არიან მასეთები, რომ ეძღებიან. და ეს ყველაფერი ასიანებს მარტო ჩვენ სულიერ სხეულს კი არა, ვინც ხშირად ამით კავდება, ის დეგრადირებს. მარტო სასმელისგან კი არა, ამის გამოც დეგრადირებს, რომ უზომოდ ამ საქმით არის დაკავებული და მხოლოდ ამაზე ფიქრობს. სასმელი თავისთავად. და ეს ადამიანები რო შეადაროთ ახლა, ამ ადამიანებს აურაც კი არ უნათებთ, იმიტომ რომ ვიბრაციები იმდენადაა დაბალი, რომ განათება მიატოვა. ახლა ტვირის ხეულიდან ასეთ ხალხს რომ შეხედო, გეგონება შავი ნისლი დადისო. ხო, აგერ სიმღერაც კი არის, ქართული სიმღერა. ღვინო, ქალები და კიდე მესამე ფულია მგონი, არ ვიცი, ხო? ფული, ღვინო და ქალები. ასეთ სიმღერებს წერენ, ასეთ სიმღერებს ამღერიებენ ახალგაზრდობას. ეს მიაჩნიათ, რომ ეს ბუნებრივია. არ არის ეს ბუნებრივი, არ არის.
დღეს კარგი ხა ინტერნეტი გამოჩნდა და ბევრი აუდიო წიგნებია, მისი მოსმენა შეიძლება, ბევრი წიგნებია, უფასოდ გადმოკაჩვა შეიძლება ტელეფონზე, შემდეგ წაკითხვა. ხო, ვისაც კითხვა უნდა, ის ყოველთვის იშოვის დასაგეთს, ან ვისაც ახალი ინფორმაციის გაგება უნდა, განვითარება უნდა, ის ყოველთვის იშოვის რაღაც საშუალებას, მაგრამ რა უნდა ქნანი მათმა, რომლებიც ცხოვრობენ შორეულ სოფლებში, სადაც ინტერნეტი არ იჭერს, სადაც წიგნები კიდე შეზღუდულადაა. კი, ფულით საჭიროა, სანამ ცხოვრობ, სანამ არის ფული, ფულის ეგრეგორიც არსებობს, ფულს პატივისცემით უნდა მიეპყრო, მაგრამ არ უნდა ხტებოდეს დაციკლება, მაგალითად, მანქანაზე, შენ საკუთარ თავზე მეტად მანქანა რომ შეიყვარო, ან საკუთარ თავზე მეტად ფული შეიყვარო და კუჭის ხარჯზე ფული შეაგროვო, ან შენი ჯანმრთელობის ხარჯზე ფული შეაგროვო. საერთოდ ვამბობ, არ დაუჯეროთ სპორტსმენებს ურძალავენ შეჯიბრების წინა დღეს ქალთან მისვლას. რატომ? იმიტომ ის ენერგია გამოცლის, ქალი ცლის ენერგიას მამაკაცს. მე ახლა გამიგრძელდა ლაპარაკი და ისე თემას მივუბრუნდეთ. ახლა კი, როდესაც მიმართავთ უძველეს არიული კულტურას, ლიტერატურას, ვედას, ვინც სწავლობს, ნახავს, რომ გაერთიანებული აღმოსავლეთ მცოდნეებით, რომ თუმცა რიგვედა შეიცავს მხოლოდ 10580 ლექსს ან 1028 ჰიმნებს, მიუხედავად ბრაჰმანებზე და მასა ახსნისა და კომენტარებისა, ის არ იქნა გაგებული დღემდე. რატომ? სავარაუდოდ, იმიტომ რომ ბრაჰმანები უძველესი ეს ბრაჰმანები ბრჭყალებშია, ეს არის წიგნის სახელწოდება. ბრაჰმანები ბრჭყალებში და სავარაუდოდ, იმიტომ რომ ეს წიგნი სახელწოდებით ბრაჰმანები უძველესი ტრაქტატია პრიმიტიულ ჰიმნებზე. ჰიმნები კი ასახსნელად მოითხოვს გასაღებს, რომლის გარეშე აღმოსავლეთ მცოდნემა ვერ შეძლეს ბევრი რამის ახსნა. მოდით აქ შევჩერდეთ, რადგან მე მეტი თარგმანი არა მაქვს და მხოლოდ დასაწყის გეტყვით, რას ამბობენ მეცნიერები ბუდისტურ ლიტერატურაზე. ფლობენ თუ არა ისინი მათი ახსნის გასაღებით. აქ შევჩერდეთ. მეტი თარგმანი მე არ მაქვს და ახლა ინტერნეტი გამეთიშება ხვალ შუა დღეს. და ერთი კვირა ნახევარი მექნება დრო, რომ ეს გადავთარგმნო. მომიტევეთ, მაგრამ ეს არც ისე იოლი ნაწარმოებია, ვინც ხარ დაინტერესებული ბლავატსკაიას ნაწარმოებით, ალბათ გექნება დრო. ხო, ეს ჯერ შესავალია და ბოდის გიხდით, თუ რამე გაუგებარია. მე შევეცადე ამეხსნა დაწვრილებით ყველაფერი, როგორც კი მე, როგორც გავიგე, ცოტა ქართულად რთულია, კიდევ გეტყვით ამ ნაწარმოების თარგმანი. მე ვცდილობ ყოველი სიტყვა, რაც კი მოცემულია უცნობი სიტყვები, რომელიც ვაღიარებ და მეც არ ვიცოდი ამ სიტყვების მნიშვნელობა, ჩვენთან ერთად მეც
სწავლობ ახალს და ერთ კვირაში არ ვიცი თუ ამინდებმა ხელი შემიტყო, რადგან ძალიან ცივა ჩემ ოთახში. ახლა ტემპერატურაც აიწია, იწევა უფრო მაღალი შედარებით მაღალი ტემპერატურები იქნება ზუგდიდში 11 გრადუსამდე 12-13 გრადუსამდე იწევა ტემპერატურა. თუ შემიტყო ხელი რა და ფეხები მეყინება და უნდა გავითფო ჩავწო, რადგან დიაბეტი მაქვს და ჩემი გაცივული ფეხები მოქმედებს სხვა ორგანოებზე. ცივი თუ გაქვს ფეხი, ყველაფერია შიგნით ცივი. ყველა ორგანოებზე მოქმედებს, მithumetes თირკმლებზე, ქალურ ორგანოებზე და საერთოდ წელზე პრობლემები მაქვს ხოლმე და არეულია სიზარღვეს მოძრაობა ფეხებში, მეყინება საჯდომებიდან, დუნდულებიდან ყველაფერი, სულ ცივი მაქვს, ზაფხულშიც კი ცივი მაქვს, სახსრები და დუნდულები. ამიტომ დიდ ბოდიშს გიხდით, რასაც მოვასწრებ, იმას გადავთარგმნი და თუ არა და კიდევ მაქვს მე ის ბევრი რამ თქვენთვის გადმოსაცემი ქართულ ენაზე გადმოსათარგმნი, ძალიან საინტერესო ახალი ამბები და ერთ კვირა-კვირანახევარში მე კიდევ გადათარგმნილს თქვენ წინაშე წარმოვადგენ, მაგრამ დიდ ბოდიშს გიხდით კიდევ იმის გამო, რომ თუ რამე გაუგებრად ვთქვი ან წარმოვთქვი, მე შემიძლია ტექსტები მოგაწოდოთ, დაწერილი ტექსტები, თუ თქვენ გაქვთ სურვილი, წაიკითხოთ მაგალითად. იგივე ბორევის წიგნი. და მე მაქვს კიდე გადათარგმნილი მიშელ დემარკეს წიგნი, ტიაობა ოქროს პლანეტა. ხო. თქვენი ნება და გემშვიდობებით. შეხვედრამდე.